თქმა უნდა, თქვენთვის გამოუსადეგარი ნივთი არ არსებობს. პირიქით ძველ ნივთებს აგროვებთ იმისათვის, რომ ახალი იერსახე მისცეს და შექმნათ სახლის სხვადასხვა დეკორი. აი მაგალითად ბოთლები, სხვადასხვა ფორმის, ზომის და რა თქმა უნდა ვიზუალის. აი საიდან გაგიჩნდათ პირველ რიგში მისი გაკეთების იდეა და პირველი რომელი ბოთლი შექმნით? ეს არის პირველი ბოთლი, რომლის ფორმამაც მომაწოდა იდეა გამეკეთებინა ესეთი დეკორი. ჰქონდა მასალა, კანაფი, ტყავი და საჭრელი. ეს ბოთლი არის დაახლოებით 7 წლის წინ გაკეთებული. ეს არის ძალიან ლამაზი, რა მე გამოვარჩენდი. ყველაზე მეტად მომეწონა და ამ შემთხვევაში რა მასალა გვაქვს? ამ შემთხვევაში ტყავი და აი ეს არის ცალი საყურე, რომელიც ვერ გადავაგდე და გამოვიყენე გასაფორმებლად. ეს იყო ყელსაბამი, რომელიც გაწყდა და მოხვდა ბოთლზე გასაფორმებლად. ეს არის არყის ბოთლი. 30-მდე ნახატია გამოყენებული, დაჭრილი. და თითო სურათი არის ხელით მიმაგრებული. რა არის საჭირო იმისათვის, რომ სახლის პირობებში მსგავსი დეკორი გაკეთდეს? სახლის პირობებში რომ მსგავსი დეკორი გაკეთდეს, უნდა შეირჩეს ლამაზი ფორმის ბოთლი, ნაჭერი, მაქმანი, კანაფი, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა დამაგრდეს წებოთი. ტყავი ძალიან ძნელი, აი თითო ზოლი მაქვს ხელით დაწებებული, სანამ არ გაშრა ვერ გაუშვი ხელი. კანაფი შედარებით მარტივია დასახვევად, მაგრამ აქ არის სიზუსტე უნდა იყოს, რომ ზოლებს შორის არ გამოჩნდეს მანძილი. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად მჭიდრო. მე მოვამზადე, რაც ცოტა სირთულე იყო გასაკეთებლად კივა. და დანარჩენს ახლა განახებთ, რაც შეიძლება მარტივად გააკეთო. და მეც რომ მასწავლო. აუცილებლად. პირველ რიგში ახლა წებოს წავუსმოთ კივას, დაახლოებით იმ სიგანეზე, რაც უნდა იყოს თასმა. ახლა ამას მოვაწევებთ. პერიოდულად უნდა მოიჭიმოს გაშრობასთან ერთად, ახლა შეიძლება ზბური აისხოს, ამიტომ აი ამ ნაცნობურებს არ ჭრი. შემდეგ ისევე ფარავთ წებოთი, რომ შემდეგი ფერი დავსვათ თასმის. მოდი შემდეგი თასმა შემიაწევენ. ახლა ისევე დავფაროთ წებოთი კილა და შემდეგ დავიწყოთ დახვევა კანაფის. სრულად რო გაშრეს წებოს, რამდენი ხანი უნდა? დაახლოებით 1 დღე, იმიტომ რომ აქ მარტო წებო არ შრება, ნაჭერიც სველდება და ისიც უნდა გაშრეს მერე წებოსთან ერთად. რადგანაც კანაფის დახვევაც დავასრულეთ და თასმებით, ბოლოს შტრიხი არის დროშის დამაგრება, ხო? დროშის დამაგრება, რომ ვალამაზდეს ბოთლი. ნუ გადააგდებთ გამოუსადეგარ ნივთებს, ბოთლებს, რადგან შესაძლოა სწორედ ამ ნივთებისგან აი ესეთი ლამაზი დეკორი გამოგივიდეთ, როგორც ჩვენ შემთხვევაში გამოგვივიდა.